რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში რეგიონული მედია, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, ეთიკა და პროფესიული სტანდარტები, სტუდენტური მედია და სხვა აქტუალური საკითხები ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მთავარი თემებია. კონფერენცია, რომელსაც მედია საშუალებების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებითა და ჟურნალისტური ეთიკის ხარტიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ყოველ წელს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, რომელიც იმ დროს უდგას მედიას. წელსაც იქნება საუბარი სწორედ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონულ მედიას საქართველოში, გამოწვევებზე, რომელიც აქვს ონლაინ მედიას და მისი განვითარების პერსპექტივებზე. აგრეთვე იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ყველას შეიძლება ითქვას კიდევაც ემუქრება წელს და 2015-ში ეს არის გადასვლა ციფრულ მაუწყებლობაზე. დღევანდელ კონფერენციაზე ეთიკის ნაწილი უფრო ეხება ახალ მედიას, იმდენად რამდენადაც სოციალურ მაქსელებმა, ინტერნეტმა ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა და ბევრი გამოწვევის წინაშეც დააყენა მედია და პრინციპში ის ადამიანებიც ვინც ცდილობს რომ რაღაცნაირად ეთიკურ სტანდარტების კონტროლი გაწიოს, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი თანაბრად იგივე არ არის როგორც ტრადიციულ მედიაში, ხო ამიტომაც არის ძალიან საინტერესო.